კულტურის სამინისტროში კულტურის პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. კულტურის პოლიტიკის კონცეფცია რამდენიმე თვის წინ სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა. დღეს კი ამ კონცეფციის მიხედვით დაგეგმილ სტრატეგიაზე ისაუბრეს. გურამ მოდიშარი ამ სამოქმედო გეგმის შექმნაში სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და პრიორიტეტებზეც ისაუბრა. პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, კულტურის სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. გურამ მოდიშარიას განცხადებით კულტურის პოლიტიკის სამოქმედო გეგმა დასრულებულ სახეს 2015 წელს მიიღებს. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იქნება საუბარი კიდევ მის გარშემო. ჩვენ უგზავნით ყველა ცნობილ ხელოვანს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს შეხება კულტურის პოლიტიკასთან, მათ შენიშვნებს, მათ განწყობას, მათ წინადადებებს ვითვალისწინებთ. მთავარი მიმართულებები ჩვენ გვაქვს ჩამოწერილი უკვე 13-ის დასაწყისში, არის კულტურული მემკვიდრეობის, როგორც მატერიალურის, არამატერიალურის მისი მოვლა, პატრონობა, განვითარება, ეს არის ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ჩვენი ყველა ვალი ძირითადი, აი მართლა გავაგებინოთ ჩვენს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, რომ ერთადერთი ნიშა, რომელიც მართლა აქვს საქართველოს, ეს არის მისი კულტურა და აი ამ კულტურით, ძველით და ახლით არის საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის და მე მგონია, რომ აი სანამ ხელისუფლება მართლა არ გაიაზრებს ამას, რომ საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტი არის კულტურა და არასოც სხვა ყველაფერი არის ზედნაშენი.